2025 წლის 46 და 47 კვირა. დიდი გარღვევები მსოფლიო ინოვაციებში. დავიწყოთ. Gemini 3 is the strongest model in the world for multimodality and reasoning. It's our most intelligent model that helps you bring any idea to life. რა თქმა უნდა, მთავარი გარღვევები არის წამყვანი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებში. მათ ახალი ვერსიები გამოუშვეს. GPT-5.1, Grok 4.1, Gemini 3 და 0. ეს იმდენად ძლავრი ინსტრუმენტებია, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან თქვენს ცხოვრებას და კიდევ უფრო განაახლებენ თქვენს შესაძლებლობებს. ყველაზე ძლიერი Gemini 3 და 0-ია, რომელიც სხვა ინსტრუმენტებს ბევრ პარამეტრში იჯობს. ამ ინსტრუმენტებზე იმდენი დაიწერა, იმდენი ითქვა, რომ დეტალებში აქ ამ მომენტში აღარ შევალთ. თუმცა თქვენ შეგიძლიათ თქვენით მოიძიოთ და ნახოთ თქვენთვის რომელი ინსტრუმენტია უფრო მორგებადი. შემდეგი სიახლე იმ ადამიანებს დააინტერესებს, რომლებიც გადმორიცხვებით სარგებლობენ. Western Union და Solana პარტნიორდებიან. კერძოდ, Western Union, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო გადარიცხვებს და რომლითაც ქართველებიც ძალიან ხშირად სარგებლობენ, Solana-ზე დაფუძნებულ კრიპტოვალუტას გამოიყენებს საწინ გადარიცხვებისთვის. ეს გაამარტივებს ჩვენს ცხოვრებას, კერძოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამომავლოდ ტრანსფერებს მიიღებენ უცხოეთიდან და შეძლებენ უფრო ნაკლები ბიუროკრატიით და დანახარჯებით მიიღონ კუთვნილი ტრანსფერები. შემდეგი სიახლე იმათ ეხება, ვისაც პრეზენტაციების კეთება ხშირად უწევს. გამამ შემოგთავაზა ხელსაწყო, რომელიც თქვენ ცხოვრებას ბევრად გაამარტივებს. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ძალიან ლამაზი და დახუნძლული პრეზენტაციების შექმნა. სულ რამდენიმე ტექსტური ჩანაწერით. ეს ბევრ სხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებს გამოგადგებათ და გაგიმარტივებთ ცხოვრებას. LinkedIn პლატფორმა, სადაც ადამიანები სამსახურს ან კომპანიები თანამშრომლებს ეძებენ. ნერგავს ახალ ხელოვნურ ინტელექტს, რომლის საშუალებითაც კომპანიებს შეეძლებათ თანამშრომლების უფრო მარტივად, მოკლე ჩანაწერით მოძიება. მათ აღარ მოუწევთ კონკრეტული დეტალიზაციის მითითება ან კონკრეტული ფილტრების დაყენება, რაც ძალიან ურთულებდა მათ ცხოვრებას, არამედ შინაარსობრივი ჩანაწერით, მაგალითად მომეძებრე ასტრონავტი წალენჯიხის რაიონში, აი ეს მსგავსი ჩანაწერით მოძებნიან ადამიანს და მოიწვევენ გასაუბრებაზე. თქვენ ვინც სამსახურს ეძებთ, ალბათ მოგიწევთ უფრო მეტად დახვეწოთ თქვენი პროფილები, რათა უფრო მეტად გამოედოს თქვენი პროფილი ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩაგდებულ ნემსკავს. შემდეგი სიახლე მუსიკის მოყვარულებისთვისაა. Been beat down, but I don't stay low. Got mud on my jeans, still ready to go. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილმა სიმღერამ Walk My Walk ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. ეს ერთი მხრივ შეიძლება გამოწვევა იყოს მუსიკოსებისთვის, თუმცა ჩემი აზრით ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მუსიკას ბევრი მსმენელი საბოლოო ჯამში მაინც არ ეყოლება. ადამიანები ზოგადად უფრო მეტად აფასებენ ერთმანეთში განვლილ გამოცდილებას და არა კონკრეტული ნოტების სირთულეს. შესაბამისად, მუსიკაში თავარი ის იქნება თუ რა გამოცდილება გაიარა მისმა ავტორმა, რატო დაწერა ეს სიმღერა და არა ის, რამდენად კარგი კოდის შესრულების ნიჭი აქვს ამა თუ იმ ხელოვნურ ინტელექტს. You can hate my style, you can roll your eyes, but I ain't slowing down, I was born to rise. So kick them rocks if you don't like how I talk, I'm gonna keep on talking and walk my walk. თუ თქვენ დრონები გიტაცებთ, იცით მათი აწყობა და დაპროგრამება, თქვენ შეგიძლიათ 6.5 მილიონი დოლარი მოიგოთ. დრაპამ შემოგთავაზა ესეთი გამოწვევა. ის ადამიანი, რომელიც გამოიგონებს დრონს, ან აწყობს დრონს, რომელსაც ექნება თავის წონაზე 4-ჯერ მეტი წონის აწევის შესაძლებლობა, 6.5 მილიონი დოლარით დაჯილდოვდება. ეს დრონი გამოყენებული იქნება ძირითადად სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომ ინჟინრებმა ესეც უნდა გაითვალისწინოთ. თუ ვინმეს მსგავსი იდეა გაქვთ, ან შეგიძლიათ მსგავსი სირთულის დრონის აწყობა, რატომაც არა. გახსოვთ ალბათ, რომ რამდენიმე ხნის წინ
ორი ქვეყნის პრეზიდენტი 150 წლამდე სიცოცხლეზე მსჯელობდა. თურმე ერთ-ერთ მათგანს ამის საფუძველი ჰქონდა. ჩინელებმა დაანონსეს მედიკამენტი, რომელიც თქვენს ორგანიზმში დაუმიზნებს ეგრეთ წოდებულ ზომბი უჯრედებს და შეძლებს თქვენი ცხოვრება 150 წლამდე გაახანგრძლივოს. ეს მედიკამენტი გადააბრუნებს ცხოვრებას დედამიწაზე და შეცვლის ჩვენ სამყაროს, ოღონდ ჯერ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სიახლე სიმართლეა. შემდეგი სიახლე ხელოვნური ინტელექტის ბაბლს და მასთან დაკავშირებულ შიშებს ეხება. ინვესტორთა გარკვეული წრის აზრით, ხელოვნური ინტელექტი ერთი დიდი ბუშტია, რომელიც დღე-დღეზე გასკდება. თუმცა ამის საპირისპიროც სამხრეთ კორეამ NVIDIA-სთან რამდენიმე მილიარდის ხელშეკრულება დადო ჩიპების შესყიდვის თაობაზე. NVIDIA აწარმოებს ჩიპებს, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი სარგებლობს. ეს სამხრეთ კორეისგან ხელოვნური ინტელექტის სასარგებლოდ გაკეთებული ფსონია. თუმცა ამის საპირისპიროდ SoftBank-მა ხელოვნურ ინტელექტში ჩადებული ინვესტიციებიდან დიდი რაოდენობის თანხები გაიტანა. ეს ორი სიახლე ერთმანეთის საპირისპიროა და რომელია სიმართლე, ალბათ ეს თქვენი ინტუიციის მიხედვით უნდა გადაწყვიტოთ. და ბოლოს, ერთ ქვეყანაში გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც მარცხენა ხელში და ხელის მტევანში ჩიპები და მაგნიტები აქვს ჩასმული. ჩიპს ის გადახდისთვის იყენებს, ხოლო მაგნიტებს სხვადასხვა მეტალის ნივთების ასაღებად. კმაყოფილია ამ თავის ჩიპებით და აპირებს, რომ კიდევ მეტი ჩიპი ჩაიდგას თავის ორგანიზმში. ეს არა დასავლეთში ან აღმოსავლეთში, არამედ ჩვენს ჩრდილოეთით, რუსეთში ხდება. თუ რამდენად სწორი მიდგომა აქვს ამ ადამიანს თავისი ცხოვრების მიმართ, ან გაიმეორებდით იგივეს თუ არა, ეს თქვენთვის მომინდია. ეს იყო გადაცემა SIM2. ადგილი, სადაც ცდილობენ, რომ სიახლეები არა მხოლოდ გაგაცნონ, არამედ აგიხსნან კიდეც.